მოგესალმებით არხის გამოწერება სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობით მოყვარულთა საზოგადოება ატარებს 13 და 14 ივნისს 86 ეროვნულ გამოფენას. წლევანდელი გამოფენა არის საუბილეო, რადგანაც 1926 წლის 9 მაისს ჩატარდა პირველი გამოფენა თბილისში და წლევანდელი გამოფენა არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რადგანაც ითვლის უკვე 100 წელს რაც საქართველოში თბილისში კონკრეტულად ჭარდება სანადირო ძაღლების გამოფენა. მინდა შევეხო უშუალოდ გამოფენას, რომელიც როგორც გითხარი ჩატარდება 13 და 14 ივნისს. 13 ივნისს გამოფენაზე გამოვლინდებიან ბრიტანული მიძებრები, ირლანდიური სეტერი, ინგლისური ლავერაკი და შოტლანდიური გორდონი. ასევე იმავე დღეს მიიღებს მონაწილეობას ბრიტანული ეპანოელები, დევრები და მყეფარები. ხოლო 14 ივნისს გამოფენაზე გამოვლენ კონტინენტალები, დაკონკრეტები ეს არიან კურცხაარები, დათხაარები და ასევე იაკტერიერები. მინდა უშუალოდ გამოფენის მონაწილეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შევახო და შეგახსენო თუ რა არის საჭირო რომ მივიღოთ გამოფენაში მონაწილეობა. პირველი რაც აუცილებელია, თქვენი ძაღლი უნდა იყოს დარეგისტრირებული ჩვენ კლუბში, რომელმაც უკვე სახელი შეიცვალა და მისი სახელი არის ეროვნული სამონადირეო კინოლოგია. ძაღლი ან ლეკვი უნდა იყოს დარეგისტრირებული ამ კლუბში. ძაღლის ასაკი უნდა იყოს არანაკლებ 10 თვისა და მაქსიმუმ 10 წლისა. 10 წლის ძაღლს ძაღლისთვის ბოლო გამოფენა იქნება, რომელსაც საპატიოდ ტაში დააჯილდოვებენ და მისთვის ბოლო გამოფენა იქნება და დაემშვიდობებიან. რეგისტრაცია იწყება დილით 9 საათზე და სასურველი არის ცოტა ადრეც მოვიდეთ, იმიტომ რომ ექსპერტები და სტაჟიორები უკვე იქნებიან, დაიწყებენ საბუთების დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ადგილი და ტერიტორია არის წანისის ტყეპარკი, რომელიც მათთვის ვინც ქალაქგარეთიდან ჩამოდიან, სხვა ქალაქებიდან ჩამოდიან, ეს არის რუსთავის ავტობანი, რუსთავის გზატკეცილი სანამ დაიწყება, მარცხენა მხარეს ძალიან ნიოლი მოსაგნებია. მე ასევე ლოკაციას დავაგდებ ლინკად ამ ვიდეოს შემდეგ, ვისაც შეგეძლებათ, ვისაც გაქვთ სურვილი მოხვიდეთ, ძალიან ნიოლი მოსაგნებია. თვითონ ეროვნულ ტყეპარკში სადაც შემოხვათ არის ნიშნულები, ძალიან ნიოლად მოაგნებთ უშუალოდ ადგილს, სადაც იქნება გამოფენა. არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენი ძაღლი იყოს საგამოფენოდ მზად. პირველ რიგში მინდა შევეხო ინგლისურ სეტერებს, ანუ როგორც ირლანდიურს, ასევე ლავერაკს და გორდონს. თქვენი ძაღლები სასურველია იყვნენ მოწესრიგებულები, ანუ იყვნენ დავარცხნილები. თუ საშუალება რომ გრუმერთან მიიყვანოთ და მოაწესრიგოთ მათი ბეწვის საფარი, ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, როცა მოწესრიგებულები არიან. გამოფენაზე წრეზე სიარულისას დიდი მნიშვნელობა ექცევა მათ ბეწვის შემცველობას, როგორი ხარისხის არის, როგორი დაშვება აქვს. ამიტომ თუ გექნებათ საშუალება, აუცილებლად მიმართეთ გრუმერს და მოაწესრიგეთ თქვენი ძაღლები. ასევე მნიშვნელოვანია კურცხაარებიც, დათხაარებიც და ნებისმიერი ძაღლი, რომელსაც ბეწვის საფარი ეხლა ეცვლება გაზაფხულის ზაფხულთან დაკავშირებით და ძველი თმები არის გაუფერვებული, მათი თმების ჩამოვარცხნა, გასუფთავება. ნიმუშისთვის მაქვს მე ესეთი ჯაგრისი, რომელიც ჩამოივარცხნება ეს ძველი თმები, იოლად სუფთავდება და ეცადეთ რომ თქვენი ძაღლები იყვნენ მოწესრიგებულები. ასევე მნიშვნელოვანია საყელო, რომლითაც ძაღლი გამოყავთ. რამოდენიმე წინა გამოფენებზე დავაკვირდი, რომ ზოგს ისეთი საყელო მოაქვს, რომელსაც ძალიან სქელია, ძალიან განიერია. ეს არ არის საგამოფენო საყელო. კონდეს ისეთი საყელო, რომელიც არის საგამოფენო, ესეთი მარტივი წვრილი თოკისგან შედგება ეს საგამოფენო საყელო, რომლითაც კარგად ჩანს ძაღლის კონტურები, თავის ფორმა, ყელის ადგილი, ამიტომ სქელ და დიდ საყელოებს ხოთ მოერიდოთ, თუ არა გაქვს საშუალება, რომ მაგის გამო არც გამოფენიდან, არც რიგიდან არავინ თქვენში არ შენიშნავს მოგცემ და არც გაგიშვენ, უბრალოდ სასურველია, რომ თქვენი ძაღლის ყველაზე კარგი მხარე მისი კონტურები კარგად გამოჩნდეს რა. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თქვენ ძაღლს მოუწევთ რინგზე წრეზე სიარული. ეს მოხდება თქვენგან მარცხენა მხარეს, მინა ფეხთან და უნდა ეცადეთ, რომ ძაღლმა თქვენთან ერთად ფეხთან წრეზე იაროს, არ უნდა მიდიოდეს ძაღლი თქვენზე წინ, არ უნდა მოგიწიოთ მოკაჩვა და არც ძაღლს უნდა ათრევდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან ერთად სინქრონში ძაღლმა რამოდენიმე წრე გააკეთოს.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენგან მარცხნივ მოგიწევთ ძაღლის ტარება, ასევე გექნებათ ერთი გავლა დიაგონალური, რომელიც წრე უნდა გადაკვეთოთ, სადაც ძაღლის სახსრები და კიდურების დათვალიერება მოხდება. მართალია ეს ვიდეო შეიძლება ცოტა გვიანი წერება ამ ყველაფრისთვის, მაგრამ არის საკმარისი დრო 3-4 დღე იმისთვის, რომ ელემენტარული თქვენმა ძაღლმა თქვენთან ერთად ფეხთან სიარული შეძლოს. ასევე ძაღლს როგორც რინგზე გამართული სიარული მოეთხოვება, ასევე უნდა მიცეს ძაღლმა საშუალება ექსპერტს დაუთვალიეროს კბილები. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც არ ხერხდება ძაღლის კბილების დათვალიერება, ელემენტარული ესე ზედა და ქვედა ტუჯის გახსნა უნდა იცოდეს თქვენმა ძაღლმა, რომ ორივე მხარეს ყბა დაუთვალიეროს ექსპერტმა ძაღლს, ამიტომ ესეც რამენაირად იქნებ გამოფენამდე ამ 2-3 დღეში ასწავლოთ, საერთოდ არ აღებენ ძაღლები პირებს და არის მე ჭიდაობა 2 კაცი 3 კაცი თითებს უთხრიან პირში და არა ელემენტარულად უბრალოდ ესე ზედა და ქვედა ტუჩი რო აწიოს და კბილები დაანახოს ექსპერტს. ესეც რამენაირად იქნება ეცადოთ და ასწავლოთ ამ 3-4 დღის განმავლობაში თქვენ ლეკვებს. ეს ეხება იმ ძაღლებს, რომელსაც შეფასება არ არის მათი ვიზუალური დათვალიერება მოხდარი ექსპერტის მიერ, ამიტომ საჭიროა კბილების დათვალიერებაც, როგორი თანკბილვა აქვს ლეკვს, ან როგორი თანკბილვა აქვს ძაღლს, რომელიც გამოდის გამოფენაზე. მიაქციეთ ამასაც ყურადღება, რამენაირად იქნებ შეძლოთ და ასწავლოთ, რომ ოდნავ კბილები აჩვენოს ექსპერტს ძაღლმა. განმეორდები, რა გჭირდებათ 13 და 14 ივნისს მოვდივართ თქვენს მიერ არსებული თუ აქვს ძაღლს პასპორტი თუ არა და ლეკვის წარმოშობის საბუთი, მოვდივართ დილის 9 საათზე კწანისის ტყეპარკში და გამოფენის მონაწილეობის საფასური არის 20 ლარი. გისურვებთ ყველას წარმატებას, მოამზადეთ თქვენი ძაღლები, რომ კონკრეტულად კარგად დაინახოთ თუ რა კონდიციაშია, როგორები არიან, მოხდება თქვენი ძაღლის სხვა ძაღლებთან შედარება თავის ასაკთან შესაბამისად, ანუ მან გამოფენის უფრო კონკრეტულ დეტალებს თვითონ გამოფენაზე ექსპერტები აგვიხსნიან და მეც მოგაწვით ინფორმაციას. 3 კატეგორიაში ხდება გამოფენის ჩატარება. პირველი კატეგორია ეს არის პირველი ასაკობრივი ჯგუფი 10 თვიდან წლინახევრამდე, მეორე ასაკობრივი ჯგუფი არის წლინახევრიდან 3 წლამდე, მესამე ასაკობრივი არის 3 წლიდან 10 წლამდე. ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის, თქვენთვის, ვისაც ყავთ ძალიან ლამაზი, ძალიან მოწესრიგებული ძაღლები, რომ შეადაროთ სხვა ძებს, რა მდგომარეობაში არიან, როგორი კონდიციების არიან, მოისმინოთ ექსპერტების აზრი, ზუსტად თვალნათლივ დაინახოთ თუ როგორ ხდება, რანაირად ტარდება გამოფენა. ვისაც არ აქვს ძაღლები დარეგისტრირებული ამ კლუბში, შეგიძლიათ უბრალოდ მოხვიდეთ, დაესწროთ ამ გამოფენას. ძალიან ლამაზია, სანახაობრივია, უნიკალური ჯიშის ძაღლები არიან გამოფენილი. საინტერესოა. ასევე მინდა გირჩიოთ, რომ წამოიღოთ წყალი, იმიტომ რომ ძალიან სიცხე არის, ფიზიკურად ტერიტორიაზე წყალი არ არის და იქონიეთ რამოდენიმე ბოთლი წყალი თქვენთვის. გამოფენა დაახლოებით 3-დან 2 საათიდან 3 საათამდე გრძელდება, იქიდან გამომდინარე თუ რამდენი მსურველი იქნება, რამდენი მონაწილე იქნება. მობრძანდით ყველას, გისურვებთ წარმატებას, წარმოადგინეთ თქვენი ძაღლები, აჩვენეთ თქვენ თავს ყველას თუ როგორი ლამაზი და მაგარი ძაღლები ხართ. წარმატებები. დიდი მადლობა. Really? ფრიად უტკივნეულოა ეს პროცესი არანაირი ძალის დატანებით, არანაირი უხეშობით ამის კეთება არ არის აუცილებელი. ესე მარტივად მე ურნაში ჩავყრი ამ ძებს, ეს ძველი თვები მოშორდება. და ახალი წამოსული თვები უფრო კარგად ბზინავს, უფრო თვალსაჩინოა, უფრო გამოსაჩენია, ასე რომ ვისაც არა გაქვთ ეს ჯაგრის არღის ძვირი სით დაახლოებით 20-დან 25 ლარამდე, რომელიც ყოველთვის გამოგადგებათ და არა მარტო საგამოფენოდ, თუ კი ძაღლი ძალიან გაუფერულებულია, ძალიან შეცვლილი აქვს თმისფერი და სტრუქტურა, ყოველთვის გამოგადგებათ ერთხილი ყიდით და ყოველთვის საჭიროა. ასევე მინდა გირჩიოთ, რომ ძაღლის წინა დღის დაბანა არ არის აუცილებელი. გამოფენის წინა დღის გადაბანის შემთხვევაში ისეთი ძაღლები, როგორიც არიან ინგლისური სეტერები,
დათხარებით, გინდათ კურცხალი, რომელსაც ძალიან კარგად ეთყობათ. თმისფერი ხშირად არ ხდება ხოლმე. კარგად გაშრობა წინა დღეს მიუხედავად იმისა, რომ სითბო არის, მაინც ვერ შრებიან ძაღლები კარგად. ამიტომ ჯობია წინასწარ 2-3 დღით ადრე მოაწესრიგოთ, თუ არა და სველი ჩვარით კარგად გაასუფთავოთ მასი ტანის საფარველი და უფრო ლამაზები იქნებიან, უფრო გამოაჩენენ თავიანთ თავს. აჰა, მინდა გოგოც ლამაზ. დარჩი. თვითონ ამ ჯაგრის აქვს ესეთი ღილაკი, რომელიც თმებს მერე გარეთ ხრის და ძალიან საწოლებელი არ არის და სეიოლად ივარცხნება და მათთვის ვისაც ძაღლი სახლში ყავს შემსავით ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია რომ ეს თმები მოვაშოროთ რა. რაც არ უნდა ბევრი არ ბენოთ, მინდორში ყოველთვის ძველი თმა ამოდის და დება და ახალი თმა ამოდის რა. Sit.